ეხლა პირველ რიგში თქვათ ასევე როგორ გვესმის საერთოდ გარემოში არის ბგერები, ბგერითი ტალღები, ბგერითი ტალღები რა ვამბობთ ბგერებს რას გულისხმობთ ჰაერში ატმოსფეროში ატომები ირხება და ეს ატომების რხევა გადაეცემა როგორც ტალღებად და ვიბრაცია ეს რაც ატომების რხევით გამოწვეული ვიბრაცია ჩვენ ყურში შედის და დაფის აპკს ხდება ეს დაფის აპკი ირხება ეს რო ირხება ამის შიგნით არის პატარა ძვლები სამი პატარა ძვალია რომელიც აი ამ დაფის აპკის რხევას აძლიერებენ და გადასცემენ ხმაურს როგორც ვიბრაციას და მე ეს ვიბრაცია ბოლოს გადაეცემა უკვე თმოვანი უჯრედები ქვია სპეციალური უჯრედებია რომელსაც აქვს მექანორეცეპტორები ნიშნავს რომ აქვს პატარა თმებივით რომელიც ირხება და ეს ირხება იმიტომ რომ წყალში არა სითხესავით არის და აი ეს სითხე ვიბრირებს ვინაიდან ეს პატარა ძვლები ვიბრირებენ სითხეს ვიბრირებს და ეს თმოვანი უჯრედების თმები ანუ რეცეპტორები ირხება ეს რო ირხება ეს რხევა გარდაიქმნება ელექტროსიგნალებად და ელექტროსიგნალი ვრცელდება შემდეგ უკვე ტვინში და ტვინი აქვავს ამას ბგერებად აი ესე გვესმის ჩვენ